არა, ნათქვამია რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რისი კეთებაც შეუძლიაო და მოდი მე ისევ გამოვაცხადებ და თქვენთვის სტუმარს შემოვიყვან ამ არაჩვეულებრივ სცენაზე. მაშასე იმანიცეკოს ჯობია. იმიტომ რომ მოცეკვავია და შეეგებეთ ანასტასია ჭელიძე. მოდი. შენ ვერ დამინახე და აქ რაღაცა მცდელობები მქონდა. ხო და ცოტა ერთი ამოვისუნთქავ და ისევ გამოცხადება ვარჩიე რა, რაც არ ვიცი. რა ლამაზი ხარ შვილო. მადლობა. რაღაცნაირი ხარ, კარგი. და შენ ცეკვავ ჰიპ-ჰოპს, ხო? კი. და რამდენი წლის ხარ? 8. ჩემ დროს როგორ იყო, იცი? ორი მიმართულების ცეკვა იყო რა, მეტი არა. ჩქარები და ნელები. მორჩა. ამ ცეკვის უამრავი სახეობა რო არსებობს. ეს ჰიპ-ჰოპი რატო არჩიე? რა ვიცი, აი თავიდან ქართულს ფიქრობდით, მაგრამ გითხრის, რომ ჯერ პატარაო და მე გადავწყვიტეთ ჰიპ-ჰოპი. ანუ ვიდეოებიც ვნახეთ რაღაცა და გადავწყვიტეთ ჰიპ-ჰოპზე შევსულიყავით და შევედი გითიც და ახლა ვცეკვავ. 2 წელია ვცეკვავ. 2 წელია ცეკვავ, სად ცეკვავ? Twin City სტუდიაში. გიორგი და თორნიკე ჯიბლაძე და თორნიკე ჯიბლაძე. ეგრე ტყუპები არ არიან? კი. ძალიან მაგარი ბიჭები. ბავშვობიდან ხეცი მოცეკვავეები არიან და მოვიკითხავ აქედან, ბიჭებო. მიყვარხართ, შემოგევლეთ თქვენ. ცეკვის გარდა რას შვები, რას საქმიანობ? ჭადრაკზე დავდივარ. ბოდიში, სადაო? ჭადრაკში. ჭადრაკზე დადიხარ? ჰიპ-ჰოპი სპორტი არ არის, ცეკვაა და სპორტზე შეხვედი, ხო მერე? ისე მეც მინდოდა რაღაცა ექიმთან ვიყავი ამას წინათ და მიშხრავ სპორტით დაკავდიო. ხო და აი ჩავეწერე ახლა ჭადრაკის წრეზე შევედი და რა ვიცი, ჯერ თარნიგი არა მაქვს, მაგრამ E2, E4 ვისწავლე. ჯანმრთელობისთვის ხო კაია სპორტი? კი? ხო, რა ვიცი, სავსებით კარგად გძნობ თავს, რაც ჭადრაკზე დავიწყე სიარული. ისეთი ფილტვები გაიხსნა რაღაცნაირად. აი, კარგად ავარ რა. ძალიან კარგია. სირბილი მაგას არ უნდა არაფერი. ჭადრაკი მაგარია. და დიდი ხანია დადიხარ? 1 წელია. და კარგად თამაშო? კი. მართლა? როგორი ამაყი იყო, მაგრამ გოგოებისგან არ მიჭკვიეს, რომ ჭადრაკს კარგად თამაშობენ საქართველოში გალები. ტურნირებზეც გამოვდივარ, მაგრამ ჯერ მეხუთე თარიღზე ვარ მაინც. ბოდიში ტურნირებზე გამოდიხარ და მეხუთე თარიღზე ხარ ჯერჯერობით მაინც? კი. და აი უკმაყოფილო ხარ, ხო? 1 წელია დადიხარ და მეხუთე თარიღი რო გაქვს და ხო. როგორი ამბიციური ყოფილა. როგორი მოთხოვნები აქვს საკუთარი თავის მიმართ. მოთხოვნი ხარ? კი. ბევრს თხოვ შენ თავს. ჭადრაკის გარდა კიდე რას სთხოვ რომ იცოდეს შენმა თავმა? ხატვა შემიძლია კარგად. კიდე, რავი, ბევრი რამე მეხარხება, მაგრამ ცოტა რაღაცებს ვაკეთებ. თავი ეგ არის, საბოლოო ჯამში ისე გამოვა ვერც გაიგებ. ვისთან ერთად მოხვედი? ჩემ მეგობრებთან ერთად, ბებიებთან ერთად და ასევე დედეს მეგობრებთან ერთად. კარგი, აბა ვინ არიან ბებიები? აქ წილოს ხედან ორნი, ხო? კი. ბიჭი და გოგო. თუ ეგენი ვინ არიან? არა. ბიჭი და გოგო არიან ჩემი მეგობრები. გოგოს ქვია მაშო. მაშო? და ზუკა. ბიჭებს? დემეტრე და ზუკა. მადლობა რომ მოხვედით და გულშემატკივრობთ თქვენ მეგობარს. უკან ბებოების ხედან, მართლა? კი. რა ქვია ბებოებს? ორივე მანანა. მე რა კაია, სახელი არ შეგეშლება. და მაინტერესებს რა გაქვს მიზანი ცხოვრებაში? რამე ამბიციურს ველოდები? კარგად ვისწავლო სკოლაში, წარმატებული ვიყო, ბევრი ფული მქონდეს და სულ ჯანმრთელი ვიყო. ეს არის მესამე მომეწონა ძალიან ჩამონათვალში. ეგ ძალიან კარგია. აი ძალიან წარმატებული რო იქნები და ბევრი ფული რო გექნება, რას იზავ? ბევრ გაჭირებულს დავეხმარები, მშობლებს ვუყიდი, რაღაც კაბებს, რაღაც რასაც მოინდომებენ და რავი. მანანებს? მანანებს, კაბებს, არა ვიცი, რასაც მოინდომები, ჩანთებს, ყელსაბებს, რავი. რა მაგარია. ესე არ დაგავიწყდეს, რომ ერთი ვიღაცა წამყვანიც არსებობს, რომელმაც სულითა და გულით გისურვა წარმატებები. მაინც.
მარტომ უნდა იცეკვო? კი. მარტო ცეკვა. ვახეს რა მაგარი ამბიციებით მოსულა კაცო აქა. მოდი აბა ვნახოთ. 8 წლის ანასტასიას ყველაზე მომთხოვნი, საკუთარი თავის მიმართ ყველაზე მომთხოვნი ადამიანის ჰიპ-ჰოპი. რამაგარი გოგო ყოფილი ხარ შენ მოარტყი ხოცა ბრავო როგორი ცეკვა ენერგიული საოცარი ეს როგორ გააკეთე? როგორ აკეთე? ბრავო ნუ ძალიან მაგარი იყო ლოკა მოკას ლომი სტუდიაში Lodi, come on, Lomi. Madloba. Anastasia Chelidze.